სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავებას სასჯელ აღსრულების სამინისტრო ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად იწყებს. სასჯელ აღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სასჯელ აღსრულების დაწესებულებში C ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს, ამ დაავადების მკურნალობის ხარჯები დაახლოებით 50%-ით გაიაფდება. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობისას ფასი დამოკიდებულია მათზე, ვისაც ქვეყანაში სამკურნალო საშუალებები შემოაქვს და იმ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს C ჰეპატიტის მკურნალობას, შემომტანები სამკურნალო საშუალების ხაზს აიაფებენ. რამდენი პირია დაავადებული C ჰეპატიტით სასჯელ აღსრულების სისტემაში, ამ დროისათვის ოფიციალური მონაცემი არ არსებობს. დიდი ოდენობა სიკვდილიანობისა სწორედ C ჰეპატიტის გამო ხდებოდა ციხეებში და სამწუხაროდ ამ C ჰეპატიტის გამოვლენა არ მომხდარა იქამდე, სანამ უშუალოდ პატიმარს არ დასჭირდებოდა ან ოპერაცია, ან უკვე უმძიმეს მდგომარეობაში არ იყო. შესაბამისად, ჩემის აზრით ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო სასჯელ აღსრულების და პრობაციის სამინისტრომ, რომ ერთი მხრივ დეკემბერში საერთო სტრატეგია შეიმუშავა ჯანდაცვის გაუმჯობესებისა ამ დაწესებულებებში და ასევე გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს C ჰეპატიტს. ევროსასამართლოსთან ყველა საქმეზე, რომელიც კი წავიდა C ჰეპატიტთან დაკავშირებით, მოგვეცა პირდაპირ ესეთი დავალება, რომ უმკურნალოთ ამ ადამიანებს ადეკვატურად, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი სისხლის დახურცი არიან და არანაირი ევროსასამართლოს დავალება არ უნდა გჭირდებოდეს, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ეს მკურნალობა.